მოგვიყვება ისტორიებს ღაბარებს ბუქუნებთან ერთად მოусმინე ამბებს ბაბუ მოგვიყვება ისტორიებს ღაბარებს ბუქუნები 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 რაკენით ბაბუ როგორი თამაშეთ ცუდად მოგვიგეს რეზინტაკიო მაგრამ არ უნდა მოეკოთ ჯარიმა იყო პოლოკული რომ გაიტანეს და არ იყო ჯარიმაო უსამართლოდ მოგვიგეს მესმის ბაბუ ნამდვილად რთული და არასასიამოვნოა წაგება ძალიან ცუდია არ მიყვარს წაგება არც უნდა გიყვარდეს ბაბუ მაგრამ წაგების მიღება უნდა ისწავლო ეგ რას ნიშნავს დამარცხება უფრო მეც გასწავლეთ და უფრო მაგრად ითამაშებთ ფეხბურთს წაგებით მეტი როგორ უნდა ვისწავლოთ ბაბუ როდესაც მოიგებ მაშინ ნაკლებად ფიქრობ შეცდომებზე ნაიდან ბედნიერი ხარ აი როცა წააგებ მაშინ უკვე უკვირდები იმას თუ რა შეცდომები დაუშვი ამაც წაგება გამოიწვია და ცდილობ შემდეგ ჯერზე გამოასწორო მგონი პასებს არ ვაძლევდით ერთმანეთს და ეგ იყო ჩვენი შეცდომა უკეთესი სწორედ მაშინ ხდები როდესაც ჩვენ შეცდომებს აანალიზებ და მათ გამოსწორებას ვცდილობ წინააღმდეგეს კი მოგებას უფასებ და ულოცავ კარგი ბაბუ ვიფიქრებთ შეცდომებზე და შემდეგზე აუცილებლად მოვიგებთ აი ნახე თუ არა კარგი ბაბუ ახლა უცბად გადავივლოთ დანზე მამა უკვე მოდის სამსახურიდან და მალე წაგიყვანთ სახლში ნაკრები როდის თამაშობს სტადიონზე როდის მივდივართ ხვალ ბაბუ ბაღის შემდეგ პირდაპირ წავალთ სტადიონზე აუ რა მაგარია ერთი სული მაქვს ნამდვილ სტადიონზე წავიდე რატომ არის ასე ცოტა ხალხი? ჯერ 2 საათია დარჩენილი თამაშის დაწყებამდე და ხალხმა გვიანიცი სტადიონზე მოსვლა. მაშინ ჩვენ რატომ მოვედით ასე ადრე? ზოგადად ყოველთვის ჯობს ადრე მიხვიდე სტადიონზე ბაბუ. ასე ნაკლებად გიწევს რიგებში დროის ხარჯვა და უფრო თავისუფლად მიდიხარ შენს ადგილამდე. რა კარგი იქნებოდა ლიზით რომ წამოსულიყო ხო? ძალიან უნდოდა, მაგრამ დაბადების დღეზე მიდის. არა უშავს, შემდეგ თამაშზე წამოვა ჩვენთან ერთად. მოწინააღმდეგის ჰიმნზე რატომ ვიდექით ფეხზე და ტაში რატომ დავუკარით? მოწინააღმდეგე ქვეყნის პატევის ძემაა ეს ბაბუ. ჰიმნი ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოა და როგორც ჩვენ გვინდა რომ საქართველოს ჰიმნს და ზოგადად ქვეყანას პატევისცე, ისევე უნდა ვცეთ ზღვის ჰიმნს პატევი.
ორი-ორიანი რომ აწერია, რა კარგად თამაშობს, ხო? სანდროზე ამბობ, ეგ ჩვენი ამომავალი ვარსკვლავია, ბაბუ. ჯერ ძალიან ახალგაზრდა და მაგრამ უკვე ლივერპულში თამაშობს. თამაშის მერე დავიცადოთ და იქნებ ავტოგრაფი გამოვართვათ. სოკი გულშემატკივარი ჩუმად რატომ ზის? სამწუხაროდ ბევრი უბრალოდ თამაშის საყურებლად დადის სტადიონზე, ბაბუ და არ იცის ნამდვილი გულშემატკივრობა რას ნიშნავს. გულშემატკივარს მე-12 მოთამაშეს ეძახიან სწორედ იმის გამო, რომ მის გამხნევებას დიდი ძალა აქვს მოთამაშისთვის. ხოლო როცა ჩუმად ზის ხალხი სტადიონზე, ეს მოთამაშეს არაფრით ეხმარება და პირიქით, აფუჩებს კიდევაც თამაშს. იმედია, მალე ყველა ვისწავლით გულშემატკივრობას. აქ თუ მოვიგეთ, სადმე გავდივართ, ბაბუ? ჯერ არა, ბაბუ. ეს შესარჩევი ეტაპია, სადაც კიდევ რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. თუ ამ შესარჩევს წარმატებით გავივლით, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გავვათ მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატზე უკვე ვიყავით, ხო? კი, ბაბუ და საოცრება ხდებოდა მთელ ქვეყანაში. ყველა ბედნიერი იყო. პირადად მსგავსად ბედნიერი მარტო მაშინ ვიყავი, როცა 91 წელს თბილისის დინამომ მოიგო თასების მფლობელთა თასი. რა გუნდი იყო? ევროპაში საუკეთესო. ეფიანი კუცაევი, ტარასელი, არჩივაძე. ნებისმიერ ევროპულ გრანდს დაამშვენებდნენ. ეს ხომ 11 მეტრიანია. აი მსაჯი მიდის სანახავად. წესით პენალტია, ბაბუ. კი, 11 მეტრიანია. ის ბიჭი არ თამს ხო ლივერპულში როა? მოვიგეთ, ოჩახ ბიჭებს. ამოდი ავტოგრაფებზე ჩავიდეთ ახლა. რომ გავიზრდები, მეც მაგარი ფერფურთელი უნდა გამოვიდე. აუცილებლად, ბაბუ. ბევრი უნდა იშრომო და გამოხვალ.